დილა მშვიდობს. როგორ ხართ? ნახეთ როგორი ფერადი ვარ. ქოლგა წვიმის თავშესაფარი. არ ვიცი ქოლგას ქართულად ქოლგა ქვია და ჩემი უკვე გარდაცვალებისკენ მიმავალი რომელსაც არ დაგხვდით საცმელია დოხდება ერთმანეთს. ესე იგი ხოდაგტანჯეთ. ახლა უხდები მშიერი ხალხი. რატოა გამოშტერებული? არ ვიცი ერთ ფორმატი ვიჩე ჩამიდეს გოგოებო. ჩემი არა. ცოტანელა აიარე, თორე მოვიკითხავ დედას. ჩემი ფრიალ 98 თეთრიან კაბაზე არ შემისრეთ ტალახი. მოკლედ ჩამიდეს ერთ ფორმატი. არც მინახავს, მაგრამ ხო იცით როგორ ვიცი ხოლმე შინაურულად. შევეცდები რომ ეს არ იყოს მასეთი. მე რა არის წვიმს წავედით აკვა წყლის აერობიკაზე. არა დაკვა. ეგჯანდაბას თქვენი ფორმატი ახლა. დილა მშვიდობის. ხუჩა. მოკლედ. გუშინ არა ამას სახლიდან მოგეწევით. გოგო გაჩვენებთ ჩემს საუძმეს. წავიდეთ. წყალში აერობიკაზე. წყალში ხელფეხის ქნევაზე. აბიწონე გოგოებო. 74 კილო და 400 ვიყავით. ოღონდ ერთი კვირის მერე ავიწონე. მე 83 კილოდებოდი. იანვარში რომ ვიყო 60 კილო. ხო ვიქნები ოქრო. 54 და 56 არ მინდა. 60. დღეს ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, არ ვიცი რამდენად შევასრულე. წავედით ახლა. მაინც გამოჩნდი. მოგჭრი გინდა? ხელოვნური. გამოვიცვალეთ და დაუყვეთ ახლა შვარას. ჩემი საწყალი მანქანა გერდგას. ყველაზე პრაქტიკულად. ვაიმე ხოსლებზე მეხანი არ დგავარ. ხო და თუ ცუდად გამოიყურებიო და დაღლილი ხარო წავიკითხე. წაისვიო წითელი პამადაო, ყველა შემოხედავს იმაზე და არავინ აღარ დაგეთვალიერებსო. ხო და წევისვი. თუ ჩამომადნა ეხა ეს პამადა ვინც რჩევა მომცა იმას არ ვიცი. რას ვუზავ. ჩემ და мотиваციისთვის გამომიწერა სარბენი ბილიკი. ანუ ეგეც მინდა ბილიკი არა ბოტასი. ამ სარბენ ბილიკზეც ვფიქრობ. მეტყვი მაგას. გაშვებულია კოსმოსში. რომელიც მაგ ზუსტად. და იმისთვის რომ მე ვივარჯიშებ. არ მჭირდება ბოტასი ზუსტად. ხო და წავედით ახლა პეკინის 15 ნომერში და გავავცვალოთ უფრო დიდში. ჯერ პირველი ის რომ გავამიგზავნეს ჭიჭყიანები. ძირებია. მაინც გადავცვლიდი ჩემი ზომა რომ ყოფილიყო. ჩემთვის მიუღებელია. ვიყიდო მაღაზიაში. გადავიხადო ფული. მე რა ფასტაკლება გაქვს. ამას როდის დავლევ არ ვიცი, მაგრამ იმედი ხო არის. და იყოს ჭუჭყიან ძირები. წავედი ხა ავტობუსის გაჩერებისკენ. ძალიან მეზარდება. ვარჯიშიდან მოსულ.
რო ვჭამე. წამოწოლის მეტი არაფერი მინდოდა. ტოპ სპორტი გამოცვალებოდა და ესეც დაბერებული სასწორლებთან და დიდი ხანი არ გინახავთ და გახსოვთ ეკინზე რა მთელი მოძრაობა იყო მაღაზიებში როგორი ჩუხჩუხებდა ცხოვრება ეხა ისეთ დროებით ავეთრიე მოვრჩი, ნახეთ. ჭამა და მუშაობა არის ერთად იდეალური, ეს ნიკოლოზის ოთახია. ასე რომ მეტის გადაღების უფლებას არ მიცემ ჩემ თავს. გულისრევამ და ვისკი მუშავიეთ მიწის თხილს არ ვაბრალებთ. 20 გრამზე მეტი არ შემიჭამია, მოცე კოჩი ვწონი მეთან რო ვჭამ. გუშინ დილიდან დაღამებამდე და დღესაცა. არ ვიცი რა დღეა. 15 რიცხვის მეშინია ხოლმე. ხო და დავიწყოთ ახლა გაზიარებები, რა ვიყიდეს ამბები. მოკლედ ასე დიდად რომ მოვინდომე, ჩემი საინტერესო მაიკა გინდათ გაჩვენოთ? ხონდალია სახალისოა თავის პატარა შორტებთან ერთად. მოკლედ ასე გულიანად რო შევოდაქი მე ვარჯიშებს, რომელიც ესოდენ ძალიან ხიბლავს, თქვენ წარმოიდგინეთ და აკვაერობიკაზე ჯერ ძალიან ბევრ ვარჯიშს ვერ ვაკეთებ და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რატომ ვერ ვაკეთებ და მე მინდა იხადა ეს ამდენი ფეხსაცმელები რა ამბავი უკაცრავად ხო და ჩემმა დამ საკუთარმა დედმამიშვილმა გადაწყვიტა რომ мотивация მჭირდება. мотивაციის გარეშე ხო ვერი ვარჯიშება. ანუ სავარჯიშო ტანისამოს თუ არ გექნება, ვერი ვარჯიშება. ანუ მეორეში ნაყიდი ტანისამოს თუ ვერი ვარჯიშებ და გამომიწერა. მოიცადეთ რა მაღაზია თქვენ თუ გონიათ. დიდად ვიცი, პეკინის 15-შია. და ხო გაჩვენეთ, ტოპ სპორტი ქვია. მაისურები ასეთი ეს ბრენდი მიყვარს მოიცოდე ვკითხო ჩემ მეგობარეია ის ვინ არის ეს დიდად კი არ მახსოვს უბრალოდ ვიცი რომ მიყვარს მეცვა მოიცოდე მოგწერს ეგრევე ტანსაცმელი კიდევ შევაფასო ვაიმე არ შემიძლია ვერ ვადგენო რაღა გავაკეთო შიდა ეტიკეტს გადაუღეო შენი აკი ყველაფერი ვიციო ამის ბოტასი მქონდა Under Armour Under ხო, მოკლედ ამის ბოტასი მქონდა მე. როგორც აღმოჩნდა მე ის ბოტასი რომ მე მეწონა და მეცვა ქუჩასაში, ნუ აღმოჩნდა სარბენი, ხა, ამასაც ჩავიცვამ ქუჩასაში. მოკლედ ასეთი მაისურია.
116 მანეთი ღირდა და 39 მანეთად მიყიდა საკუთარმა დამ. ახლა თუ ვიქცევი ხოლმე მე ხანდახან. უნდა გავავლო. აი ამებზე ვგიშდები რა. ეს რო ტანზე მომედოს. ხომ მოვკვდი თქვენ, ხა? თუ შემაწუხებს კიდე მოვჭრი. ეს ერთი მაისური. ეს ძალიან მომეწონა. მეორე ასეთი. ახლა აღარ ვიტაკებ პერშე. ხო და კიდე გამომიწერა ბოტასი, რომელიც ნახეთ თქვენ რომ გამოვცვალე. ზომაც და ბოტასიც გამოვცვალე, იმიტომ რომ დავამატე და უკეთესი ვიყიდე. ისეთი როგორიც ოდესღაც მინდოდა და ვერ შევწი. ამის რეცხვა მე ვიცი, გინაცვალე. ნახოთ ახლა ეს პარკუჭი გამოგვადგება. ხერეს მე მეყვარს ესეთი ნაგვების შენა. ეგ შეერთ და გამოიღე. ნამოჩვენე რაღაცები და ნახეთ როგორ არის გატენილი. დავამატე 72 ლარი. ოღონდ წინდებით ვიყიდე. ბოტაში არ ვიცი რა დავამატე და ცალკე 35 ლარი მივეცი. ყლის ფუთში, რომელიც არ მქონდა. აკვაზე მეკეთა. ერთჯერადი სამედიცინო ხოდა ვიყიდე. ვნახოთ როგორია. ეს პედო წინ უნდა მეწეროს. და რა მომივიდა მოგახსენებთ, მოგითხრობთ ახლა. კარგია. Good. ძალიან სასიამოვნო. მოკლედ ამ ერთჯერადი სათვალეებიც მინდა და მეყიდა. მაგრამ ვერ შევწერ. ამ ერთჯერადი ქუდიტში შემდიოდა წყალი. და ქლორმა ჩემი ორი ღერითმა დააზიანა და თმის ძირები მტკიოდა. მოკლედ under მოვუდიო თუ რაც ხაო X-ი. ეს ნაწკებიც იყო ფასდათმობაში და ძალიან მინდოდა რომ ახლა ბოტასი თუ გაწვდა. მოიმივით ხომ უნდა გეთქვას ერთი ბრენდი ყველაფერი. რატომაც არა. თან არ მქონდა ნასკები გაფრთხილი მქონდა. და ძალიან მინდოდა. ეს მარტო სავარჯიშო ნასკი ხო არ არის. ამიტომ ნიკუშასთვისაც ამეყო. ეხა დავფიქრდი. Так. შავი ერთი ცალი. ამებს არ ვავლებ. იმედია ჩემი ზომა. აქ სახში რომ ნახულობ. კი, 26 და 42. იდეალური ზომა. ანუ შიგნით არის ორი შავი. 35 ლარად. ой, რა კარგი ლამაზი სათავეები აქ ძალიან. ორი შავი წინდა. ორი თეთრი წინდა. მიყვარს მე თეთრი წინდები. თქვენ დამიწერეთ თუ უსმენთ ხოლმე. და აქამდე მოხვედით, დამიწერეთ, გიყვართ თქვენ თეთრი წინდები. ეს რაღაცა სამომაკვდავო ფერია, მაგრამ არც ცისფერი, არც სერია. იღოს. წყალს ითხოვს თუ პორს. ანუ 6 ნასკი წინდა. ვიყიდე.
25 ლარად ან 6 არ მახსოვს თვითბედნიერება ბოტასი რომელიც ასოხისმდებელია ყველა ჩემს ნაბიჯზე არის ძალიან ლამაზი მომწონს ეს ვიუეჯი შევახარი ბოტასებით ერთ ვიდეოზე რომელიც მე წავშალე შუბოცა ახალქო ბავშვები არიან მე მგონი უფალი რატო ღრიალებთ რა ხდება მაგენი ქუთაისი გადმოყრილია ესენი რა ქვია ყუთები ჩვენი მეზობელი მუშაობს მაგამბალზე და იტა ბრატიკიტე ეს მეოხრა აკარად იტა იღლების დეოდორანტი გამითავდა და შევედი ნავნეში, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ამათი დეოდორანტები. ეს არის ესეთი სუნიაკ დედასკეპიცებით გაგიჟდებით, ვერ აგიხსნით, დავეკითხოთ. აქვს თუ არა ალუმინი, საერთოდ რა არის? მე სახში რო ვეკითხები, ხო მოგწონთ. ყველაფერს ვეკითხები. იმიტომ რომ ძალიან კარგ პასუხებს მცემს ხოლმე. შემდეგ ვხმარობ თავისუფლად. გუშის nothing სუნა, დეოდორანტი, სუნამო დეოდორანტი. თავისახურზე კი წერია ხო. შემცველობა და რომელი სუნამოს გავსია. თქვენც გაინტერესებთ, ხმე ვერთობი კარგად. კი, ვნახე ზუსტად. შემადგენლობა სურნელოვანი ნოტები. ბერგამოტი გარგარი, შუა ნოტიაო, ია, ვარდი, ჰელიოტროპი, ჟაშმინი შოშანა, ბაზა, ამბრა, სანდალოზი, მუშკი. ანუ სურნელი არის ყვავილოვანი, ოდნავ ტკბილი, პუდრისებრი და თბილი. რომელ ცნობილ სუნამოს გავსო? შანელის მსგავსიაო, ასახელებენო. კაი. იყოს შანელი. და ფასიც ვკითხოთ, არ გაინტერესებთ? ტარარომ ბარარო ამ ძალიან მომწერე მერეო, გოგო უყურე. ოფიციალურად 119 და 99 დანიური კრონია, რაც დაახლოებით 50 ლარიაო. სხვა ევროპულ მაღაზიაში 9-დან 11 ევრომდე ღირსო, 28-34 ლარიაო. ხო, ანუ ძალიან კარგ ფასად მიყიდია, ვადაშიც ჩდება და სუნიაკ, აი იდეალურად. შემდეგ ესეთი უთავსახურო, ერთი უკვე უთქვენოდ ვიყიდე, ეს არის სახის ანტიასაკობრივი ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი,
შეიცავს ალოეს ფოთლის ექსტრაქტს, A, C და E ვიტამინს, ამცირებს და აგლუებს სრულ ხაზებს და ნაოჭებს ამკვრივებს კანს და ეფექტურად ებრძვის შეშუპებებს და ერთი ცალი უკვე ვიხმარე. არ ჩამიგდი, არ მიკითხია. დე ვეკითხოთ თუ ნიუჩათი მინდა. როგორ შემეცნებითი აუ კაი რა გამითავდა სურათები უკვე ლიმიტია მომეწურა. ხო, მოკლედ, კაი ტიპია რა. გოგოებო, ეს არის იტალიური პუდრი, LG. არ ვიცი სრული დასახელება და ძალიან საინტერესო იყო რო გვეკითხა 34 და 90-დან კიდევ იყო ფასდათმობა 70%. მოყავს ერთ ტონში სახეო, ხო და იმისთვის რომ სულ მიპრიალებს სახისკანი, გადავწყვიტე რომ მიმეფურთხებინა ეშმაკისთვის და ეს 10 ლარიც გადამეხადა. ვალაია სუნამოს მთელი საქართველო ელოდებოდა, იმიტომ რომ გაწენთ და გაუბედურდა მათ შორის მეც ველოდებოდი და საქართველოში რომ შემოიტანეს 1200 ლარი თუ 1300 ლარი ღირდა და ვიფიქრე რომ ფუი ეშმაკს თქო. ხო არ უბერავთ თქო რა ის 1200 ლარი სულ არ მაქვს ანგარიშზე და არ მინახია ძალიან დიდი ხანია. ხო და ხო ვიცით მე სუნამოებს საწყვეტილობ ხოლმე. ვიდეოც მაქვს გადაღებული და ვიწყდა არომა. ხო და პეკინზე ნიკოლოზი იყო წინა დღეებში ჩამოსული. ხო და მითხრა რომ მეკიყიდიო. ნახო თუ აქვს თუ არის, აქ თუ არისო ვალაია, იმიტომ რომ ვათვალე არ ვიყით რაღაცას და შევედით. ეს არის ზეთოვანი სუნამა, რომელიც ცოტა აცდენილია ოდნავ. შემადგენლობას გეტყვით და ხო, ბერგამოტზე როგორც ჩანს მეკეტება, მანდარინი, ატამი, გული აქვს ფორთოხლის ყვავილი, თეთრი ყვავილი, ვეტივერი, ბაზა აქვს მუშკი, ამბროქსანი, აკი, გალავუდი და ვანილი. საერთო შთაბეჭდილება სუფთა, საპნიანი, მსუბუქად ხალისებრი და ძალიან ელეგანტური. განსაკუთრებით მუშკის გამო. ხო და როგორც ჩანს მე მძაფრი სუნამოები მომწონდა ხოლმე და გამოდის რომ და ცივი გამოდის რომ გადავერთე აბსოლუტურად ვანილზე და მუშკზე და ფრიად ახრთოვანებული ვარ. ხო და ეხლა მოვალაგე მე თქვენ ამ პატარა ვიდეოს დაგიტოვებთ. ხვალ მინდა გასვლა ქალაქიდან 4 დღე. იმედს ვიტოვებ რომ იქაც ძალიან გემრიელ ვიდეოს გაგიკეთებ თუ ცოტა შენელებული იყო ეს ვიდეო, ეხა მოვედი. ეხა გამოვფხიზდი, გადამიარა. ყველაფერმა ძალიან მიხარია. ყოველთვის მიხარია რაღაცა ახალი. ყოველთვის მიხარია და სიხარულით გიზიარებთ ხოლმე. ხო, ბოტასის ღირებულებას გეტყვით ეხა მე თქვენ. 455 ლარი აწერია ამ ბოტას და მე ვიყიდე 100 რაღაცა ლარად. ანუ ვინმეს თუ გინდათ მსუბუქი ბოტასი, ვინმეს თუ გჭირდებათ, არის ძალიან დიდი ფასდათმობა, გამოცდილი მაღაზია, კაცი მაღაზია და 165 ლარი მივეცი თუ სწორად მახსოვს. ანუ 127 ლარიანი ჩემდას ქონდა ნაყიდი და განსხვავება დავამატე. მოკლედ, ამასთან ერთად დავიძინებ მე ამ ღამეს ჩავიხუტებ, იმედია მოზომილი არ არის. ნუ პამიდრის კურკა აქვს. ჩამოვარდა. აი ჩავიხუტებ და დავიძინებ. ხო და რას ყვებოდი წაღან რა, ეხა მოვედი ხოთზე. ასე რომ წაბობაუშურ ლაპარაკებ ხოლმე. მოკლედ ერთ-ერთი რუსულ ენაზე გვიწერს ხოლმე. ადრე დამიწერა და წინა დეოდორანტი რო ვიყიდე რომ ვანილი არ მიყვარსო. იმას დამიწერა მე ხო კეტავზე დამიწერა რომ მე არ მიყვარსო ქავს დაბალი ქუსლიანი რო აცვიაო და ერთ-ერთი ვიდეო რომელიც წავშალე ტანსაცმელს რო ვაუთოვებდი შეგნებულად წავშალე არა მაგ კომენტარის გამო იქ ეწერა რომ
ვერ ვიტანო ესე ბავშვურად რომ ლაპარაკობ, ოღონდ ეს რუსული სიტყვა და ესეთი ალერსობით ფორმაში რომ ლაპარაკობ. მე მგონი სურათიც მაქვს შენახული, მაიცადე. მინდოდა რომ გამეტელევიზორებინა, მაგრამ წავშლიდი. წემიშლია. ხო. ეხლა რაც შეგეხება და ზოგადად ყველას ვინც მიყურებს და ჩემი რამე არ მოგწონთ ან ვინმეს რამე არ მოგწონთ. ხალხო იმ დონემდე გაიზარდეთ და ისე გამოფხიზლდით რომ არ დახარჯოთ არაბისზე დრო, ანუ რამდენი დრო დაწერე, რომ დახარჯა ჩემთვის რომ გეყურებინა. ეს რაღაცა შენ არ მოგწონს, აი დარდი. აი დარდი. მე მომწონს და მაცადე. და ის უნდა განსაზღვრო, ხა პატარა ბავშვს როცა ეუბნები რომ მე რაღაცა არ მომწონს, ანუ გავლენას ახდენ. მართალია პატარა ბავშვი თუ ლაპარაკობ და ძალიან მიყვას ესე ლაპარაკი და ჩემ დაქალებსაც ესევე ფეები და უიმიგინა ჩوارეთ თქვენ შემოგეურეთ. ესე ძალიან მიყვარს ფხიბლავს. ვერ გადამაჩვევ, იმიტომ რომ ეს მე მიყვარს. ძალიან მომწონს. ეს მე მეპარება ეს გამომდის ხოლმე პატარა ბავშვებთან ურთიერთობის მერე, ანუ რაღაცნაირად ვეღარ გადმოვდივარ ხოლმე სხვა რელსზე და ზოგადადაც ესეთი ვარ. უჭუჭუჭუჭუ კოცნა ჩემი შვილები დაახრჩვალე. ეხ შენ რა გინდა მე რომ მასწავლო მაგით, რომ შენ რა ხარ არ მოგწონს, მეც არ უნდა მომწონდეს და შენ რაც მოგწონს, მე უნდა მომწონდეს. მაშინ მე ვიქნები შენ და შენ იქნები მე. ხო და მე მგონი დაგბლოკე. ან გაგაქრე, ანუ და რაღაცა გიქენი რა მოკლედ. ხო და არა მაგენცვალე იმდენი დრო რომ შენს დავხარჯო რა და შენი ნეგატივი შენთვის დაიტოვე. მე ძალიან ბედნიერი ქალი ვარ. ძლივს გავბედნიერდი ჩემი უბედური ცხოვრებიდან. ძლივს წამოვყავი თავი. ფული ახლაც არა მაქვს, ღარიბი ვარ, მაგრამ ღარიბად ვბედნიერობ რა. ძალიან მაკმაყოფილებს ის რაც მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ, რაც მომწონს, ძალიან მახარებს ის რომ ყოველ დილას ვიღვიძებ, ყოველ მზის ამოსვლაზე შემიძლია რომ ჩავისუნთქო, ჩემი პულსი რომ ესმის, ძალიან ბედნიერი ვარ და ზოგადად ხალხო დაფიქრდით ჩვენ ჩემი გოგოები და ეხლა მე რაც თვალს გადავნებთ ჩვენ იმ ასაკში ვართ რომ საქართველოს ცხოვრების ზღვარი ზედა რაც არის იმის ნახევარი გავიარეთ და არ არის ეს ვიღაცის ფურთხება და ის არ მოგწონს აი დარდი. ადარტე, თორა შატაიტე, თუ მოჭოს მე ვანილი ძალიან მიყვარს. გისტები ვანილისე გოგო. დაჟე აბაზანაშიც ვანილი მიდგას, ვანილის დასაბანი მაქვს ქოქოსის. აი მიყვარს ნამწვრისუნი რო ამდეს, რით ვერ გაიგე, კაცო. რითი გაგაგებინო? ნახარჯავთ ნეგატიურზე დროს ძალიან ცოტა გვაქვს. მოვეფეროთ ერთმანეთს, გვიყვარდეს და ბედნიერ საღამოს გისურვებთ.